ერთხელ მომიწია ჩემ ჩანთაში ახლა რო ჩავიხედოთ პროფესიას თუ არ მიცნო ვერ დაადგენ. იმიტომ არის საპოჟნი დანა, ნასატკები შურუპაოდის, გაიჩნი 13-იანი, სცენარი, პასტა და პიესა. მაგრამ ეს პიესა ისე აზელილი მე იმის საკითხი არის პრობლემას. რეპეტიციის უნდა გაშალო, იმიტომ ტრუპნოიშია ჩატნეული. გამიგე? რაღაცა სამთავრობო შეხვედრაზე მივდივარ, მე და ჩემი მეუღლე, აბა მე რა მინდოდა ჩემმა მეუღლემ გამორჩი ყველაფერს და არ მცალია მეც კი რაღაც ამბავი, მაგრამ მივედ მიცნო ახლა დაცვა დგას, ჩანთამაკ ჩემი ლეგენდა ტრუპნოი გადაკიდებული და არაო არ არისო საჭირო უნდა დატოვო გასო ამბავია საქართველოს ლეგენდები არიან იქ ახლა რამე არ ჩაარტყა თავში ხო მაინც გარე დათვალიერებითო შემოვიფარგლებითო რა ანუ გახსენი ჩავხედავ და შეიტანეო რა ყველას ატოვებიებენ ახლა მიცნეს და რო გავხსენი რო ჩაიხედა დატოვეთ და პატარა ჩანთაგონა თქვენც დატოვეთო რა იმდენი რამე ნახა შიგნით რომ კი ბატონო ძალიან ავიჭერე აი ამდენი თეატრები ჩამოთვალე ისეთი პირველი უკტავი კითხვა ხო ყველაფერი წესრიგშია თეატრებში კი ბიჭო რა მაყურებელი 90%-ში ხარ და ყველგან ნორმალურადაა საქმე კი მიდის რამე ახალზე ხო არ მუშაობ აი ახლა ჯერ არ მინდა გავამხილო რაღაც ადამიანისკენ გადავიხარე მე ხო ცხოველების მეფე ვარ ყველა ცხოველი ნა ბიჭო ვაჟაფშაველა ჩემთან მე ვიცი ყველა ცხოველი ქვეტექსტები ვიცი რაღაცა ორკაციანი დაიწყო საინტერესო რეჟისორმა და ჯერ არ მინდა ნოემბრიდან ვიწყებთ თუ არა ისე ახლა ცხოველებში იცი ახლა ღვთისიაშვილმა ამას ბოლო სპექტაკლი მქონდა მოდი ჩემთან კაბინეტში რაშია საქმე სამხატვრო ხელმძღვანელი გიბარებს გამიხარდა ახლა რაღაცაში დაჯექიო კაც თამაშობო მეთქი კაც თამაშობ ახლა ამდენი ძაღლის და კურდღელი და ციყვის და მელა რამე ყველაფერი უკვე მაგარი საინტერესო კერავს ახლა უკვე ვიცი რაღაცაში მხლართავს და იცი შენ სამხატვრო ხელმძღვანელები რაფერ კერავენ მსახიობებს და ვიცი შენახარო ძალიან საინტერესო პიროვნება კაცი ხარო ნაძირალა ხარო მუქთახორა ხარო და რაც მთავარია როგორი სათამაშოაო შენ წარმოიდგინე დრაკონთან ყავს შვილი რატო აგინდა ახლა ვიქნები იძაღლი და კატა არმი ზოოფილი არმი ამ სიბერეში დრაკონ თუ საიდუმლო რა პიესა არ მინდა რო გავამხილო ზოოფილი ზარა დრაკონთან დრაკონი და მე ვთხარი ალბათ ახლა ვაიმედებ უარი რო არ უთხრა ხო ალბათ ქუთაისელი რო ვარ სათაფლის გამო მეთქი დინოზავრის ნაკვალი და ამ ხას გაყევი თქვა ხო იმის ხას ხო უნდა გაყვეს ერთხელ იმ სათაგურს დაწყება აღარ შემილია კიდო თაგვზე ვლაპარაკობ 25 წელი ვთამაშობდი თაგვს 25 წელი და ვერ შემცვალეს მოსკოვიდან გადმომაფრინდნენ გადაღებიდან თაგვის სათამაშო და მთავარ როლსაც ავტამაშო მთავარი როლიც მაკაცი ვარ ვეუნებით ხილი მაინც მაჩუქეთ მაგის დედავადი 30 წელი გევიდა რაღაცა ერთი 2 კილო ხილი ბიჭო მე უთხარი გუშინ მეზობლის კატა დევინახე და ინტერნეტის კაბელზე გევიქეცი შიშისგან უკვე ამ თაგვის რა უბედურება აღარ შემილია ბიჭო ცურცლავ თქვენი და თქვენ ცვალე ამ ხნის თაგვი რა უბედურება ამ ხნის თაგვი კაცო დაუბერდი არაო მაგარიო რა არის მაგარი და მომიყვანენ კატა შეიცვალა 15 ჯერ მე არ ვიცულები ყველა ფიცხელა შეიცვალა, ყველა შეიცვალა, ყველა მოქმედი პირი, რეჟისორი შეიცვალა, გამრათებელი, მე ვარ უკვე თეატრი აშენდა, გარემონტდა. წალი ჩამა, აი თაგვი ვარ და ბიჭო, თაგვი. მე იყვანენ მორიგი კატა. მაგრამ ბიჭო, ხა კატა მოიყვანეს რამხელა, იცი? დიდია, გოგოა, მანამდე პატარა იყო, მიაუღლა, აღა დარბოვდა რა, იყო რა კატა რა, ხა მინდა მოედავი, ახლა გამჭოლი მოქმედება 100 თამაშობდა. კატა რა. ბიჭო, დიდია, ძალიან და პლასტიკაც არა, კაი გოგოა, რო შეხედავ რა, მოგეწონება, მაგრამ ვერ ინძრევა, ასე დადის, ასე დადის. და ნუ კაი ჯანდაბას რას დევეძებ, ახლა მე კაკალი უნდა გევიტასო და გეგებიქცე და ახლა კატასთან არა შარზე ვარ, ახლა მოტეხვა მინდა.
ბიჭო, მიაუ ხო უნდა დაიძახოს, რო გევიქცეთ და პირი გააღო ასე და გავხედე თამაზაკ არაუს, მიკროფონი უკავია მიაუ იძახეს იქიდან. მე ვთქარ, ვერ გავიგე, ამან დაიძახოს. თუ არა, ეგ ტეხრეჯი იძახეს და იქით ვიხედებით. ახლა ავტომატურად რო დამიძახებ, აქ თუ არ გამევიხედები, მან თუ დამიძახა და ავიბნებით, მე ვთქარი და არაო თამაზაკზე მოდი. მაგიო მიაუსო ვერ იძახეს. რას ამბობ, ჩემ ბოჭი და მიაუ ამას რა უნდა, მე ვთქარ. რაფერა, კატა, პლასტიკა არა, არაფერი არა, კატის და მიაუ მაინც დაიძახოს. მე ნუ გადამრიე, მე ვთქარი, ახლა თქვენ. არაო, აბა შენ მიდი მე ვთქარი შვილო დაიძახე, მიაუ და დაიძახოს თამაზამ, მე ვთქარი, მაგრამ ვთქარ ერთი ზოთი, მოდი თქვა რეჟისორია, მაგა ჩემი ძმა არ იმენა ბავშვობიდან, მე ბოჭი ვიყავი, მაგას ასაკი არ ეტყობა, რავი, დორიან გრეისავითაა, სულ ერთნაირია, ალბათ მაგის პორტრეტი ბერდება, რავი, სულ კიდო შტანგეს ეკაჩება. არ ვიცი, ხრესილის ომის ამბებს მიყვება იმ ხნისაა, მაგრამ ვთქარ, მე ვთქარი. ბიჭო, პლასტიკა არა აქვს. მიხრა მოხრა არა. ატარაც არა, მე ვთქარი. მიაუსაც ვერ იძახის და რა პარამეტრი ჩიარჩიე, მე ვთქარი და გაჩერ, მე მგონი მაგის შენ მესამე სართულიდან გადმოვაგდე და ფეხებით დახტა თქო. აბა ახლა რაღაც გამართლება უნდა ქონდა. ეივერა. ეისროლა და დახტა ფეხებით, აია, მოდი კატა ხარ. კატა. ახლა გადმოგაგდი. გადმოგაგო რაღაცა დახტი ალბა, აბა რატო უნდა იყო ახლა ისა. ახლა მომცეს ისა საუკეთესო ეპიზოდი. რატო თუ მე მეგონა როგორც მსახიობს, არა, ადამიანი ვითამაში. და თეატრალურმა საზოგადოებამ ეგრევე საუკეთესო მომს. თუმცა რა კარგად თამაშობს ადამიანი. არა, კარგად არა. ადამიანს თამაშობს. ვის მიცემ ჩვენს გარდა? ვის მიცემ ჩვენს გარდა? როგორც იქნა ეღირსა ერთხმათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის გიალია დააჯილდოვან ადამიანი ეღირსა. მაგრამ სულ ფიქრობ, ბიჭო, აი რო დავბერდებით, აი ზაზა პაპუაშვილი, შენ ვიღაცა ჩემი თეატრის მსახიობები ზიან რა და ლაპარაკობენ აი ჟურნალისტი იღებს თქვენ რო როლი ითამ აი მაკბეტი ზაზას მაკბეტი გოგა პიპინაშვილს ეუნებიან ზურაყი და ზივარ მე თქვენ რო ჯიბლიბო მაგნათამა აი თუ ვინმეს მოიყვან სოფლიოში მსახიობს ვისა ჯიბლიბოა გათამაშები რა ნაწამები წვირი ჯიბლი წვირი ხო არ გოგოლმა და წვირი ადამიანია იქ ჯიბლი თელი ამბავი და ყველაზე მაგარი ამბავი რასაც ხლა გია ამბობს არის რომ მაგრა თამაშობს ამ ჯიბლიბოსაც